ტელეკომპანია იმედი განცხადებას ავრცელებს, განცხადებაში წერია. როგორც ცნობილი გახდა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანია იმედისთვის სანქციების დაწესების შესახებ. 22 წელიწადზე მეტია ტელეკომპანია იმედი ემსახურება საქართველოს და სიტყვის თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში. ტელეკომპანია იმედს უკან არ დაუხევია მაშინაც კი, როდესაც საქართველოს დანაშაულებრივი რეჟიმი მართავდა და ამხელდა მის ყველა მანკიერებას, რაც ტელეკომპანიაში შემოჭრით და მისი მიტაცებით დასრულდა. ყველას გვინდა შევახსენოთ, რომ ტელეკომპანია იმედის მიტაცებაზე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მაშინ ზოგადი შეშფოთებაც კი არ გამოუთქვამს. მეტიც, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება 2007 წლის შემდეგაც გამოხატავდა მხარდაჭერას დანაშაულებრივი რეჟიმის მიმართ, რომელიც საქართველოში ფეხქვეშ თელავდა დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და სიტყვის თავისუფლებას. ამ ფონზე ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არ აქვს. ტელეკომპანია იმედისთვის ერთადერთი ღირებული შეფასება ქართული ხალხის ნდობაა. სწორედ ამ ნდობის წყალობით უკვე მრავალი წელია ჩვენ მყარად ვინარჩუნებთ ყველაზე მაღალ რეიტინგული ტელევიზიის სტატუსს საქართველოში. შესაბამისად, მომავალშიც ვიმოქმედებთ მაღალი პასუხისმგებლობით ქართული საზოგადოების წინაშე და ტელეკომპანია იმედი კიდევ უფრო ენერგიულად განაგრძობს საქართველოს სამსახურში და საქართველოში სიტყვის თავისუფლების სამსახურში ყოფნას, რათა ქართული საზოგადოების მიერ გამოცხადებული ნდობა სრულად გავამართლოთ, ნათქვამია ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.